უკრაინაზეც მინდოდა რა, უკრაინის ამბავზეც მინდოდა იმის გაკეთება. ტრამპი როგორ უდგება ამას? ამერიკელები როგორ უდგებიან? მორალური უპირატესობის პოზიციიდან უდგებიან. ის კი არა რომ ჩვენ ესე გვაწყობს ჩვენი ნაციონალური ინტერესი, მეორე ფლანგზეა გადაწეული ეს პრიორიტეტი. პირველი პრიორიტეტი ის არის რომ ადამიანები იხოცებიან. აი სანამ საერთოდ პოლიტიკურ დისკუსიაში შეხვალ, კაი კაცია ისა ზელენსკი, ცუდი კაცია ზელენსკი, ევროპელები როგორ მოიქცნენ პუტინმა რაო, რუსული იმპერიის ასე თქვათ მიზნები რა არის, პუტინს ინტერვიუს რო ართმევენ და რა ვიცი, 1 საათი რო ლაპარაკობს რაღაცა მე-14-მე-15 საუკუნის რუსეთზე. ანუ ფეხებზე კიდიათ ეს ამბავი რა, კაცო, აგერ მინდორში ხალხი იხოცება. ჩვეულებრივად მილიონ კაცზე მეტია მკვდარი. რუსები და უკრაინელები, ჩვეულებრივი რიგითი ადამიანების ბედიდან იწყება დისკუსია. და როგორ გინდა რომ ამას შეეწინააღმდეგო? ვინც გინდა იყავი? გინდა ის იყავი უკრაინელი რაღაცა ნაციონალისტი იყავი და გინდა რუსი იმპერიალისტი იყავი და გინდა გამოქლიავებული ევროპელი იყავი, ვინც გინდა იყავი, როგორ უნდა შეეწინააღმდეგო? კაცის ზრუნავს რომ ადამიანების ხოცვა გააჩეროს. სიმართლე არ იყო ამ ომში. ანუ რეალურად აი მართლა უკრაინელების თავდაპირველი გმირობის შემდეგ ანუ გავიდა რამდენი 3 წელი გავიდა და ამერიკელებს იმისთვის უკრაინისთვის მიუცეთ $300 მილიარდ მეტი ამ პერიოდის განმავლობაში $300 მილიარდ მეტი მაშინ როცა ევროპელებს რომლის ყურის ძირში იგივე მასშტაბის ეკონომიკაა ევროკავშირი რაც ამერიკის დაახლოებით თანაბარი ზომის ეკონომიკებია და ეს უკრაინა მდებარეობს ევროპაში გაგახსენებთ ამერიკაში არ მდებარეობს იგი ოკეანია და მე იქ არის ამერიკა და ევროპაშია და იმათ 100 მილიარდი აქვს მიცემული. რაღაც არ ეტყობა, რომ ეს გუწრფელი ომია. აი, არ ეტყობა უბრალოდ რა და არც უკრაინელების მხრიდან ეტყობა ამას, რომ გუწრფელი ომია. არც ევროპელების მხრიდან ეტყობა, რომ ეს გუწრფელი ომია. რაღაცნაირად ეს გავს ამერიკელი გადასახადის გადამხდელის თვის ფულის ახევას. ერთობლივად კორუფციაში რომ იხრჩობა უკრაინა, კი, ანუ ზუსტად ეგ არის რა, რომ ჩაულებრივად უკრაინა რომ კორუფციაში არ იხრჩობოდეს, იქ რომ სიტყვის თავისუფლება იყოს, ტრამპი ამბობდა, რომ 4%-იანი რეიტინგი აქვსო ზელენსკისო და მაგაცო რა ველაპარაკო რა, ხო და მე ხო უბრალოდ ფიზიკურად მასე არ ვიცი, რამდენ პროცენტიანი აქვს რეიტინგი, მაგრამ ასეთი ომის მერე და ასეთი გრევის შემდეგ როგორ შეიძლება პრეზიდენტის ლეგიტიმაცია ხონდეს შენარჩუნებული იმისთვის, რომ ესეთი მოლაპარაკებები აწარმოოს საკუთარი ქვეყნის სახელით, მე მართლა არ მესმის და ამიტომ სრულად ვეთანხმები მაგ გაგებით ტრამპს რა, რომ ძალიან სერიოზული პრობლემა არის უკრაინაში ლეგიტიმაცია ხელისუფლების.